რამდენად მზად არის რეგიონები ტურისტული სეზონისთვის, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მოგზაურებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რეგიონი კახეთია, განსაკუთრებით კი სიღნაღი, უნიკალური მდებარეობითა და უძველესი ისტორიით გამორჩეული ქალაქი. სიყვარულის ქალაქს ყოველდღიურად რამდენიმე ასეული სტუმარი ათვალიერებს, თუმცა მიუხედავად ამისა, ადგილობრივები და ტურისტული გიდები ქალაქში არსებულ პრობლემებსა და იმ გამოწვევებზე საუბრობენ, რომელზეც რეაგირება და მათი გამოსწორება ტურისტულ ქალაქში მომსახურების ეფექტურობის კუთხით მნიშვნელოვანია. ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი კახეთიდან. საქართველოში ამ ადგილს სიყვარულის ქალაქს ეძახიან. ქალაქში, რომელიც ერეკლე მეორის დროს დაარსდა, გარს 4 კილომეტრამდე ციხე გალავანი არტყია. მრავლადაა ტაძრები და სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილები, რომელიც ალაზნის ველს და კავკასიონს გადაჰყურებს. ტურისტებისთვის მიმზიდველ ქალაქს ყოველდღიურად ასობით ტურისტი სტუმრობს, რომელთაც მეგზურობას ქართველი გიდები უწევენ. გიდები ამბობენ, რომ ტურისტულ ქალაქში ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია. ძალიან ბევრი მინუსები გვაქვს. პლუსებიც რა თქმა უნდა, მაგრამ მინუსები რომელიც გამოსასწორებელია გვაქვს უამრავი. უბრალოდ არ ჩამოვყვები ახლა დაწყებული ტუალეტებიდან, არა მარტო ამ ქალაქში, ზოგადად საქართველოში და ტურიზმში გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა. თუ ამას ვინმე მიხედავს, იქნება იდეალური ყველასთვის. სახელმწიფოსთვის, ჩვენთვის, ტურისტებისთვის. საკითხავად არ მინდა რომ დავასახელო ვისთან როგორ სად არის მინუსები. მაგრამ ძალიან ბევრი გვაქვს. უბრალოდ ქვეყანა გვეხმარება რომ ძალიან ლამაზია, საჭმელი გემრიელი გვაქვს და რაღაცეებში გიდები ვფუთავთ ისე რომ ეს ყველაფერი არ გამოჩნდეს რთულად. ტურისტული ჯგუფების ქალაქთან კონტაქტი სპეციალურად გამოყოფილი საპარკინგე ადგილიდან იწყება, სადაც ავტობუსები ჩერდებიან. რამდენიმე მეტრში მდებარე საპირფარეშოში, რომლითაც ტურისტები სარგებლობენ, სავალალო მდგომარეობა. კარის ჭერისა და კედლების ვიზუალურ მდგომარეობაზე რომ არაფერი ითქვას, მძიმეა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. სიღნაღში ნარჩენების გატანის პრობლემაც დგას. ნარჩენების სავსე ბუნკერებს ზევიდან მცირე ზომის ვედროა დგას, რომლის დაცლაც შედარებით მარტივია. თუმცა ქვედა მხარეს არსებული ნარჩენი დიდი ხნის რომ არის, ამაზე გაჩენილი ობიც მეტყველებს. ზოგიერთ ქუჩაზე კი ურნები საერთოდ არ დგას. ქალაქის სტუმრები ისტორიულ გალავანზე ტოვებენ ნაგავს. ეს ჩვენი ცენტრალური ქუჩაა და მე კიდეც ის მოთხოვნა მქონდა, რომ ერთი ურნა არ გვაქვს ამ ქუჩაზე. და ტურისტები ხან კედელზე მილაგებენ იმებს, ბოთლებს, ჭიქებს, იმეს, მაგის პრობლემა არის. მე თვითონაც დავწერე იმაში განცხადება ქიზიყელებში, რომ იქნებ მეთქი ერთი ურნა რამე დაგვიდგათ, აი ეს ეკლესიასთან მეთქი, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და აღარ იყოს აქა დადებულები ახლა. მე უნდა ვკრიფო ყველა დილა ვიღაცის ნაგავი და რატო უნდა ვკრიფო, როცა უნდა იყოს ურნა. და ისე გააქვთ ხოლმე აქ და იქითა უბანში დგას და იქიდან კი გააქვთ ხოლმე, მაგრამ ხშირად სავსეა. სიღნაღის მერიაში ირწმუნებიან, რომ ქალაქი ტურისტული სეზონისთვის მომზადებულია. ურნების დგას და ნარჩენებიც ინტენსიურად გააქვთ. ყოველ წელიწადს როგორც ნაგვის ურნებთან დაკავშირებით გვაქვს ხოლმე დაზიანებული ნაგვის ურნები ზიანდება, ამიტომ ჩვენ ყოველთვის შესყიდვას ვაკეთებთ ხოლმე წლის დასაწყისში და ეხლაც უკვე ტენდერი გამოცხადებულია და უკვე მოწოდების ეტაპზეა, თვის ბოლომდე უკვე მოწოდებული გვექნება მაქსიმუმ და ჩანაცვლებას მოვახდენთ. ყოველ დილით გადაამოწმეთ ცენტრალურ ქუჩებში არც ერთი ურნა არ იქნება გადავსებული. ხოლო რაც შეეხება დღის მეორე ნახევარს შესაძლებელია იმდენი წარმოიშვას იმ ადგილზე, რასაც თქვენ დაასახელეთ ქორწინების სახლის წინ, იცით რომ მან ნებისმიერი ცენტრალური ადგილია და ბევრი ტურისტი შემოდის მაგ ადგილზე, ამიტომ შესაძლებელია დღის განმავლობაში გადაივსოს ურნა, მაგრამ დილით აუცილებლად ეს ურნები გატანია. სიღნაღის მერიის ინფორმაციით ურნების შესყიდვაზე გამოცხადებულია ტენდერი და შემოტანის შემდეგ ის სხვადასხვა ქუჩებზე განთავსდება. რაც შეეხება ისტორიულ და ტურისტულ ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას, მერიაში შექმნილ კეთილმოწყობის ჯგუფს აშკარად ჯერ კიდევ ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი.